შოუ ალბათ ნახეთ. მე ლევან ქერდიკოშვილი ვარ და კრივის სამყაროს მორიგ ეპიზოდში შემოგთავაზებ 31 მაისს თბილისში გამართული პროფესიონალური კრივის მსოფლიოს სარეიტინგო ორთაბრძოლების განხილვას. მინდა გითხრათ, რომ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და ბოქსინგ გრუპ პრომოუშენის ორგანიზებით საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მორიგი დიდი საკრივო შოუ ვიხილეთ და მართლაც არაერთი ძალიან კარგი მოკრივე წარმოჩინდა, არაერთი ძალიან მაგარი ბრძოლა ვიხილეთ, არაერთი პოტენციური ჩემპიონი გამოვიდა რინგზე. მე კი დღეს გაგაცნობთ აი ამ ბრძოლების შედეგებს და მცირე მიმოხილვასაც გავაკეთებ. მაშასე დავიწყოთ 68 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთის წინაშე დებიუტანტი მოკრივეები წნორელი ნიკა ხალიოვი და დედოფლის წყაროელი ალექსი ბექაური წარდგნენ. მინდა გითხრათ, რომ დავით სარდალიშვილი არის ნიკა ხალიოვის მწვრთნელი, რაც შეეხება ალექსი ბექაურს ის თამაზ ყარაგვეზაშვილის აღზრდილია. დედოფლის წყაროში თამაზ ყარაგვეზაშვილს აქვს ერთ-ერთი ძალიან წარმატებული და ძალიან მაგარი კლუბი ჩემპიონი და არაერთი ძალიან წარმატებული სპორტსმენი აღზრდილი წლების განმავლობაში. დღესდღეობითაც ქართულ პროფესიონალურ კრივში ნამდვილად ყავს ლიდერები აი ამ კრივის კლუბიდან. თამაზ ყარაგვეზაშვილი კი აგრძელებს ტრადიციულად ჩემპიონების გაზრდას დედოფლის წყაროში. მაშ ასე მინდა გითხრათ, რომ საინტერესო დაპირისპირება იყო ერთგვარი კახური ჯახი, რომელიც რა თქმა უნდა იწვევდა ინტერესს, გამომდინარე იქიდან, რომ დებიუტანტი მოკრივეების ხილვა ყოველთვის საინტერესოა. მიუხედავად იმისა, მათ თუ რა გამოცდილება აქვთ რინგზე, უშუალოდ რას დადებენ, ვინ უფრო მეტად ადვილად გადალახავს სადებიუტო ღელვას, ვინ უფრო კარგად წარმოაჩენს თავს რინგზე, ყოველთვის საინტერესოა და რაღაც ყველას ახალი სისხლი და ახალი ენერგია შემოაქვს ხოლმე პროფესიონალური კრივის ბრძოლებში. საინტერესოა და სასიხარულოა, რომ საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი ყველას აძლევს შანსს წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები. სასიხარულოა, რომ დიდი გეოგრაფია არის ძალიან ფართო და დიდი. ქართველი პროფესიონალი მოკრივეები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში არის პროფესიონალური კრივის კლუბები, საიდანაც ძალიან წარმატებული და საინტერესო მოკრივეები მოდიან. ასე არის ამ შემთხვევაშიც და სასიხარულოა, რომ დებიუტანტმა მოკრივეებმა საკმაოდ კარგად გახსნეს, ასე ვთქვათ, შოუ, დაძაბული ორთაბრძოლა შემოგთავაზეს. რა თქმა უნდა, ორივეს მათგან სურდა, რომ გამარჯვება მოეპოვებინა ამ ორთაბრძოლაში, არც ერთს არ დაუზოგავს თავი. თუმცა უნდა ითქვას, რომ უპირატესობა ნამდვილად მოიპოვა ალექსი ბექაურმა. აშკარად ჩანდა, რომ გაცილებით უფრო ზუსტი იყო, გაცილებით უფრო თავდაჯერებული იყო, გაცილებით უფრო ჰქონდა ასე ვთქვათ ხედვა რინგზე, რაც შეეხება ნიკა ხალიოვს, ნამდვილად ფიზიკურად კარგად მომზადებული, კარგი სპორტსმენია, თუმცა დააკლდა რაღაც მცირედი დააკლდა იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიაღწია. ამ შეხვედრაში გაიმარჯვა ალექსი ბექაურმა და სადებიუტო ბრძოლაში ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი. მინდა უსურო წარმატებები ალექსი ბექაურს, მინდა უსურო წარმატებები კრივის კლუბ ჩემპიონს დედოფლის წყაროში, ბატონ თამაზ ყარაგვეზაშვილს და დარწმუნებული ვარ ალექსისგანაც, კრივის კლუბ ჩემპიონისგანაც და ბატონ თამაზისგანაც სამომავლოდ უნდა ველოდეთ კიდევ სასიამოვნო სიურპრიზებს ქართულ პროფესიონალურ კრივში. 59 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთის წინაშე წარდგნენ ორი ძალიან კარგი კრივის კლუბის წარმომადგენელი, ეს გახლავთ ვახტანგ ბეგაშვილი, რომელიც წარმოადგენს ვერის ბაღის კრივის დარბაზს და მის წინააღმდეგ რინგზე გავიდა თამაზ ურუშაძე, კრივის კლუბი მგლებიდან. მინდა გითხრათ, რომ ორივე მათგანი მართლაც მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად იყო ამ ბრძოლაში გასული, არ დაუზოგავთ თავი. თუმცა უნდა ითქვას, რომ თამაზ ურუშაძე გაცილებით კარგად წარმომჩინდა, გამომდინარე იქიდან, რომ აშკარაა წინა ბრძოლის შემდეგ მას აქვს პროგრესი, ძალიან კარგად იმოქმედა, კარგად მოძრაობდა, ზუსტი დარტყმებიც ჰქონდა. რაც შეეხება ბეგაშვილს, ის მომართული იყო, რომ ვადაზე ადრე დაესრულებინა ორთაბრძოლა, ძალიან დიდი ენერგია შეალია, ასე ვთქვათ, გამანადგურებელი დარტყმების მიყენების მცდელობებს და აი ამ ენერგიის შეხარჯვის შემდეგ უკვე ვეღარ მოახერხა საბოლოოდ გამარჯვება, იმიტომ რომ თამაზ ურუშაძემ ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი. მინდა გითხრათ, რომ კრივის კლუბი მგლები, მისი ხელმძღვანელი ბატონი მიხეილ ბაკაშვილი აგრძელებს ტრადიციულად ძალიან კარგი სპორტსმენების მომზადებას. მოგეხსენებათ, არაერთი ძალიან წარმატებული სპორტსმენი ირიცხება ამ კრივის კლუბში. კრივის კლუბი მგლების ლიდერები არიან საქართველოს მოქმედი ჩემპიონები ლევან იანქოშვილი, გელა თეგაშვილი, ასევე არ უნდა დავიწყოთ გოგა ქავთარაძე, ძალიან პერსპექტიული მოკრივე, ვეტერანი მოკრივე სიღნაღელი
და ყველასათვის საყვარელი გოგა კევლიშვილი და ასევე ძალიან ბევრი სხვა მოკრივეც. ამ შოუზეც რამოდენიმე მათგანი იყო კრევის კლუბის გლებიდან და მომავალში ვისაუბრებ ამ ყველაფერზე. ერთ-ერთი მათგანია თამაზ ურუშაძეც, ახალი მოკრივეა, ბევრი ბრძოლა არ აქვს, ერთი ბრძოლა ქონდა მანამდე გამართული, მეორე ბრძოლას მართავდა. ბატონი მიხეილ ბაკაშვილი როგორც ჩანს ძალიან კარგად მუშაობს და ახალი მოკრივეები გამოჰყავს პროფესიონალური კრევის ავანსცენაზე, რაც სასიხარულოა, მისასალმებელია. კრევის კლუბის გლების მოკრივეებს კი ხასიათი ბრძოლის უნარიანობა არასოდეს არ აკლდათ, ასე იყო თამაზ ურუშაძეს შემთხვევაშიც. ამ შემთხვევაში გაიმარჯვა სწორედ ურუშაძემ, უნდა მიულოცო მას მის კრევის კლუბს, რაც შეეხება ვახტანგ ბეგაშვილს, ძალიან მაგარი მოკრივეა, კარგი პიროვნება ძალიან, მონდომებულია, კარგად ემზადება და არწმუნებული ვარ, გამოიტანს დასკვნებს ამ ორთაბრძოლიდან და სამომავლოდ მინდა უსურვო წარმატებები. 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში კიდევ ერთი მოკრივე ვიხილეთ ვერისბაღის კრევის დარბაზიდან, ეს არის ალთანდილ ტყემალაძე, რომელიც წარდგა ბესო გაბუნიას დებიუტანტი მოკრივის წინაშე რინგზე. ბესო გაბუნია რინგზე გამოვიდა გუდიანის გუნდის სახელით, მოგეხსენებათ, გუდიანის გუნდს ხელმძღვანელობს თავადაც პროფესიონალი მოკრივე და ქართული პროფესიონალური კრევის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ციკლაური. სწორედ ლევან ციკლაურმა გამოიყვანა ბესო გაბუნია რინგზე, გუდიანის გუნდზეც მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა, ერთ-ერთი გამორჩეულ გუნდად ჩამოაყალიბა ლევან ციკლაურმა თავისი მოკრივეები, ვისაც ის ამზადებს, რამოდენიმე მათგანი ჩვენ ვიხილეთ აი ამ შოუზეც. მინდა აღვნიშნო, რომ მართლაც ძალიან დიდი შრომა არის ჩადებული თითოეულ მათგანში, მომზადების ძალიან ღირსეულ ეტაპებს გადიან. ძალიან მაგრად ემზადებიან, ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაში არიან ყოველთვის, მენტალურად ხასიათიც არ დაეწუნებათ გუდიანებს და აი ასე იყო ამ შემთხვევაში. რაც შეეხება ალთანდილ ტყემალაძეს, ვერისბაღის კრევის დარბაზი ქართული პროფესიონალური კრევის მექად არის აღიარებული და არც მას აკლდა მომზადება. თანაც მინდა ვთქვა, რომ სულ რაღაც რამოდენიმე დაახლოებით 2 კვირის წინ, როდესაც იყო ალექსანდრ უსიკის ორთაბრძოლა რიკო ვერჰოვენის წინააღმდეგ ეგვიპტეში, სწორედ აი ამ შოუზე უნდა ებრძოლა ალთანდილ ტყემალაძესაც. მეტოქის ტრავმის გამო ეს ბრძოლა არ შედგა, ბოლო მომენტში ჩაიშალა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან კარგ ფორმაში იყო ტყემალაძე და გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან სანახაობრივი და კარგი სტილი აქვს, სწორედ ამით დაიმსახურა ეს ძალიან დიდ შოუზე მონაწილეობის უფლება. შესაბამისად, შოუ არ დაუკლიათ აი ამ ჩვენს თბილისურ ორთაბრძოლაზეც, გაბუნიას და ტყემალაძეც, მართლაც ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული და შესანიშნავი ორთაბრძოლა შემოგთავაზეს მოკრივეებმა. უდაძაბულესი ჯახი იყო, ძალიან ღია ბრძოლა. უძლიერესი დარტყმები მიაყენეს ერთმანეთს, იყო ტექნიკაც, იყო ძალის დემონსტრირებაც, არაფერი არ დაუკლია არც ერთ მათგანს, მართლაც ძალიან ლამაზი, გულშემატკივრისთვის დასამახსოვრებელი ორთაბრძოლა იყო და აი ამ ორთაბრძოლაში საბოლოო ჯამში თავისი ფიზიკური სიძლიერის ხარჯზე ბესო გაბუნიამ შეძლო გამარჯვების მოპოვება. მინდა მადლობა უთხრა ორივე მათგანს, ეს ის ორთაბრძოლა იყო, რომელიც გულგრილს ვერ დატოვებდა ქართული კრევის ვერცერთ კომალს და მინდა წარმატებები უსურვო ორივე მათგანს. სადებიუტო ბრძოლაში გამარჯვება გაბუნიასთვის რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა და ველით ამ მოკრივისგან კიდევ უფრო მეტ წარმატებებს, ისევე როგორც ტყემალაძისგან, რომელიც მართლაც ერთ-ერთი ძალიან კარგი და გამორჩეული პროფესიონალი მოკრივეა. 79 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთის წინაშე წარდგნენ ხობელი ველოდი მიქელაია და გორელი თორნიკე გიკაშვილი. თორნიკე გიკაშვილი ერთ-ერთი ძალიან გამოცდილი სპორტსმენია, წარმოადგენს ვლადიმერ ჯანეზაშვილის კრევის კლუბს. ვლადიმერ ჯანეზაშვილს არაერთი ძალიან წარმატებული მოკრივე ყავს გაზრდილი, მათ შორის ერთ-ერთია თორნიკე გიკაშვილი, რომელსაც არაერთი ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული საქართველოში, საზღვარგარეთაც და საინტერესო იყო მისი რინგზე დაბრუნება, რაც შეეხება ველოდი მიქელაიას, მან წელს დაიწყო ასპარეზობა პროფესიონალური კრევის რინგზე, ერთ-ერთ პერსპექტიული და ძალიან კარგ მოკრივედ მიიჩნევა, ძალიან საინტერესო დაძაბული ორთაბრძოლა იყო, თანაბარი ორთაბრძოლა იყო და საბოლოო შედეგად ფრედ აფიქსირდა. 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში დებიუტანტი მოკრივე გიორგი რაზმაძე წარდგა ქუთაისელი ლევან რობაქიძის წინააღმდეგ. ლევან რობაქიძეც ძალიან მონდომებული, ხასიათიანი მოკრივეა, რომელიც არასოდეს არ ნებდება, რომელიც ყოველთვის განვითარებისკენ ისწრაფვის. რაც შეეხება რაზმაძეს, საინტერესო იყო მისი ხილვა პროფესიონალური კრევის რინგზე. საკმაოდ საინტერესო თანაბარი ბრძოლა იყო თავიდან განსაკუთრებით, თუმცა შემდეგ უკვე რობაქიძემ მოიპოვა უპირატესობა და გამარჯვებასაც მიაღწია. ამ ორთაბრძოლაში მინდა უსურვო ორივე მათგანს წარმატებები. ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული დაპირისპირება 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში შედგა ერთმანეთის წინაშე
წარდგნენ მერაბ ჭინჭარაული დუშეთიდან და ბექა ლომსაძე ბორჯომიდან. ბექა ლომსაძე დებიუტანტი მოკრივეა. რაც შეეხება ჭინჭარაულს, მას უკვე აქვს გამოცდილება მიღებული საქართველოში, საზღვარგარეთაც და საინტერესო ორთაბრძოლას ველოდით, ასეც მოხდა, ყველაფერი დაიწყო ჯერ კიდევ აწონების ოფიციალური ცერემონიალი და სადაც ძალიან დიდი დაძაბულობა შეინიშნებოდა ამ ორ მოკრივეს შორის, იქ იყო შოუს ელემენტებიც, რაც შეეხება უშუალოდ ორთაბრძოლას, იყო სრული დაუნდობლობა მოკრივეებს ერთი წამითაც არ დაუნდიათ ერთმანეთი, ერთი წამით არ მოდუნებულან. საინტერესო იყო დებიუტანტი ლომსაძის ხილვა, ბორჯომელი მოკრივეები რეპორტაჟის მიმდინარეობის დროსაც ვფრიდა კვლავ გამომეორებ, რომ გამოირჩევიან თავიანთი ხასიათით, თავიანთი ბრძოლის უნარიანობით, თავიანთი შედეგებითაც ძალიან გამორჩეული კრივის კლუბია ბორჯომში, ასე იყო და საინტერესო იყო როგორ იქნებოდა სწორედ ბორჯომელი კიდევ ერთი ახალი სახის ხილვა პროფესიონალური კრივის რინგზე და მართლაც ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი ბექა ლომსაძემ დაუნდობელ სისხლიან ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვება, მინდა მიულოცო მართლაც კარგი შენაძენია ლომსაძის სახით საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისთვის. რაც შეეხება მერაბ ჭინჭარაულს, მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული მოკრივეა, არაფერი დაუკლია რინგზეც, მინდა ვთქვა რომ ჭინჭარაულმა გააკეთა განცხადება და მთელი თავის ჰონორარი ბრძოლის მერე განაცხადა საჯაროდ, რომ მთელი მისი ჰონორარი გადაირიცხება დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დახმარების ფონდში. ესეც ძალიან კარგი ჟესტი იყო მისი მხრიდან. მინდა უსურო წარმატებები ორივე მათგანს, მართალია ლომსაძემ გაიმარჯვა, თუმცა მაშინვე მოითხოვა ჭინჭარაულმა რევანში. ვფიქრობ, საინტერესო იქნება სამომავლოდ ეს ორთაბრძოლა, იმედია სულ მალე უახლოეს პერიოდში ვიხილავთ გამეორებას, ქართული კრივის კომაგი მხოლოდ მოიგებს აი ამ ბრძოლის განმეორებით. 61 კილოგრამ-წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ორთაბრძოლა გაიმართა, ერთმანეთის წინაშე წარდგნენ გორელი ნიკა მთიულიშვილი და რუსთაველი ლევან ჯოხაძე. ორივე ეს მათგანი ახალბედა მოკრივეა, თითო ბრძოლა აქვს გამართული პროფესიონალური კრივის რინგზე და აი ახლა ერთმანეთის წინაშე მართლაც საინტერესო დაძაბული ორთაბრძოლა შემოგთავაზეს. ჯოხაძე უფრო ტექნიკურად ცდილობდა მოქმედებებს, რაც შეეხება ნიკა მთიულიშვილს, რომელიც წარმოადგენს ასევე ვლადიმერ ჯანეზაშვილის გუნდს, მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი, უძლიერესი დარტყმები ჰქონდა მთიულიშვილს ამ ბრძოლაში და შესაბამისად მოიპოვა გამარჯვებაც. ორივე მათგანს მე უსურვებ წარმატებებს, დარწმუნებული ვარ, რომ განვითარდებიან, ახალგაზრდა მოკრივეები არიან, ახლა იწყებენ კარიერას, დიდი პოტენციალი აქვს და დარწმუნებული ვარ, განვითარდებიან, გაიზრდებიან და ძალიან კარგ ბრძოლებს აჩუქებენ სამომავლოდაც ქართული კრივის კომაგებს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთად. ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული ორთაბრძოლა 64 კილოგრამ-წონით კატეგორიაში გაიმართა, ერთმანეთის პირის პირ წარდგნენ ქართველი მოკრივე გაგა კიკნაძე და ინდოელი დევანში პოღაჩი. მინდა ვთქვა, რომ მართალია ინდოეთიდან არის დევანში, თუმცა ის არის საქართველოს რეზიდენტი, საქართველოში ემზადება, ვარჯიშობს, გუდიანის გუნდს წარმოადგენს, ლევან ციკლაურის ხელმძღვანელობით გამოვიდა რინგზეც სადებიუტო ბრძოლაში, რაც შეეხება მის მეტოქეს გაგა კიკნაძე ყალიბდება ერთ-ერთ გამორჩეულ მოკრივედ ქართულ პროფესიონალურ კრივში. ეს იყო მისი მეორე ორთაბრძოლა და ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი. ძალიან დიდი იყო განსხვავება სიმაღლეში კიკნაძესა და ინდოელ მოკრივეს შორის, თუმცა კიკნაძემ უპოვა გასაღები თავის მაღალ მეტოქეს, ძალიან კარგად იასპარეზა, უძლიერეს დარტყმები მიაყენა, არც ერთი წამით არ გაუშვია ინიციატივა ხელიდან და მსაჯთა გადაწყვეტილებით ყველა მსაჯმა 4 რაუნდის გამარჯვება მიანიჭა სწორედ გაგა კიკნაძეს. ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი, ფაქტია ეს მოკრივე ვითარდება, ფაქტია გულშემატკივარიც ყავს საკმაოდ ბევრი და იმატებს ამ გულშემატკივრებს გაგა კიკნაძე, ასე რომ ქართული კრივის ყველა კომაგს ურჩევდი რომ დააკვირდენ ამ მოკრივეს, დარწმუნებული ვარ მომავალი ჩემპიონი შეიძლება ჩამოყალიბდეს გაგა კიკნაძის სახით ჩვენს თვალწინ, ასე რომ სამომავლო შოუებზეც ველით გაგა კიკნაძის გაბრწყინებას. 58 კილოგრამ-წონით კატეგორიაში შედგა კიდევ ერთი ძალზე საინტერესო დაპირისპირება, ერთმანეთის წინაშე გუდიანის გუნდის წარმომადგენელი დავით კაზიევი და კრივის კლუბ გლების წარმომადგენელი ლუკა ბარნოვი შეხვდნენ. ლუკა ბარნოვს ჰქონდა წაუგებელი სერია ბოლო პერიოდში, რაც შეეხება კაზიევს, ის ახლა იწყებს კარიერას, დაუმარცხებელია
და რა თქმა უნდა მხოლოდ გამარჯვებისთვის გავიდა ორივე მათგანი რინგზე. ლუკა ბარნოვს გამოცდილება, როგორც უკვე ვთქვი, აქვს საზღვარგარეთად, საქართველოში ძალიან კარგი ბრძოლები აქვს მოგებული და მართლაც ერთ-ერთი დაუნდობელი უსასტიკესი ბრძოლა შემოგთავაზეს მებრძოლებმა. სანახაობაც იყო, სისხლიც იყო, დაუნდობლობაც იყო, უძლიერესი დარტყმებიც იყო ერთმანეთის მისამართით გატარებული და საბოლოოდ დავით კაზიევმა შეძლო უპირატესობის მოპოვება და რეფერიმ მოხსნა ლუკა ბარნოვი აი ამ ბრძოლიდან. მართლაც დავით კაზიევი წყალიბდება ერთ-ერთ გამანადგურებელ მანქანად და თავის წონაში დარწმუნებული ვარ, საომავლოდ ყველას გაუწევს კონკურენციას საქართველოში. მართლაც ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავია დავით კაზიევიც ქართულ პროფესიონალურ კრივში, მინდა დავაკვირდეთ აი ამ უკრევისაც დარწმუნებული ვარ, საომავლოდ ძალიან ბევრს შეძლებს. და ამასთანავე უნდა აღვნიშნო ლუკა ბარნოვიც მართლაც კარგი მოკრევია და ლუკა ბარნოვმაც დააფიქსირა ბრძოლის შემდეგ პოზიცია, რომ აუცილებლად სურს რევანში კაზიევთან. მართლაც კარგი იქნება, კიდევ უფრო კარგად მოემზადება ბარნოვი და დარწმუნებული ვარ, თუ შედგა ეს რევანში, მართლაც კიდევ ერთ საინტერესო ბრძოლას იხილავს ქართული კრევის კომაკი. და დღის ბოლო და დასკვნითი ორთაბრძოლა შედგა 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ერთმანეთის წინაშე ძალზე გამოცდილი მოკრევეები წარდგნენ, ერთის მხრივ გორელი ნუკრი გამგებელი, ხოლო მეორეს მხრივ თბილისელი ბექა მურჯიკნელი, მრავლის მნახველი მოკრევეები არიან საქართველოშიც, უცხოეთშიც უამრავი ორთაბრძოლა აქვს გამართული როგორც ერთ ისევე მეორე მათგანს. ორივე მათგანი გამოირჩევა თავის ბრძოლის უნარიანობით, თავის ხასიათით, თავისი ძალიან დიდი შემართებით. უნდა ვთქვა, რომ ბექა მურჯიკნელს ჰქონდა გარკვეული პაუზა კარიერაში და საინტერესო იყო მისი დაბრუნება რინგზე. რაც შეეხება გამგებელს, ის ერთ-ერთია ორი ძმიდან. ძმები გამგებლები პროფესიონალურ კრივში გამოირჩევიან და ყველა იცნობს ფაქტიურად და მართლაც საინტერესო ორთაბრძოლა, ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა შემოგთავაზეს ამ მოკრევეებმა. ორივე მაქსიმალურად დაიხარჯა ამ ორთაბრძოლაში და საბოლოოდ მცირე გადაწყვეტილებით გამარჯვება ნუკრი გამგებელს მიენიჭა. მინდა მიულოცო ნუკრი გამგებელს ეს წარმატება და წარმატებული უსურვო ასევე ბექა მურჯიკნელს, საომავლოდაც არაერთ წარმატებულ ბრძოლას ველით ორივე მათგანისგან. მაშას ეს სულ ეს იყო აი ამ შოუზე. მოგეხსენებათ, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი და ბოქსინგ გრუპ პრომოუშენი ყოველთვიურად მართავს პროფესიონალური კრივის შოუებს. ამ შემთხვევაში არც საქართველოს ქამარი, არც მსოფლიო ქამარი არ გათამაშებულა, არც უცხოეთიდან მოწვეული მეტოქეები ყოლია, თუმცა საომავლოდ ისევ გაგრძელდება ეს ყველაფერი, დაგეგმილია როგორც საქართველოს საჩემპიონო ქამრების გათამაშება, ასევე რა თქმა უნდა აუცილებლად იქნება მსოფლიო ქამრების დაცვა. ჩვენ გვყავს მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი გივი თოდუა, რომელსაც ალბათ წლის ბოლოს მოუწევს თავის ქამრის დაცვა. გვყავს ლიდერები, უკვე წარმოჩენილი გულშემატკივრის ფავორიტები, გიორგი გიგნიაშვილი, რომელიც ბრძოლიდან ბრძოლამდე უმატებს და უკვე ითვლება ერთ-ერთ პრეტენდენტად საჩემპიონო ქამარზე ბრძოლის, საქართველოს საჩემპიონო ქამარზე ბრძოლის, ასევე ქალთა კრივის სახე თანამედროვე საქართველოში, ეს არის თეონა ფიროსმანაშვილი, რომელიც ასევე ბრძოლიდან ბრძოლამდე ვითარდება, ყალიბდება ნამდვილ მონსტრად უკვე არა მარტო ქართულ, არამედ ევროპულ კრივშიც და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი კარგი ბრძოლები ელის წინ, ასე რომ ქართული კრივის კომაგებო აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ სოციალურ ქსელებში, გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი სახელად Boxing Georgia, Facebook-ის გვერდი კრივის სამყარო, თქვენ გელით ძალიან ბევრი, ძალიან მაგარი ორთაბრძოლა. ჩვენ ერთად შევცვლით ქართული კრივის თანამედროვე ისტორიას.